კაი, გავაგრძელოთ რა. ანუ ეს იატაკი, ეს გავდოთ. ქვედა ფილის ზემოთ, ანუ. გავდეთ, ხო? კაი. მე გავაკეთოთ ახლა აი ეს შეჭრები რო აქვს აქ. მაგისტრის ეს ჩვენი ჭერი მოვიშნათ და გავაკეთოთ იზოლირება. შემდეგ გადავიდეთ გვერდხეთში და ანუ shift-ით ზემოთ დავაკოპიროთ. ეს. აი რა? აი შეგიძლიათ ოდნავ ყვეთდეს, ანუ არ დააშოროთ. აი ესე რო იყოს. ოდნავ რო ყვეთდეს. რა? ანუ ჭერს ვაკოპირებ ზემოთ კიდევ ერთ. ჭერის ფილას რა. ეს რატომ ისე შესაძლებელი? დავაკოპირეთ? დავაკოპირეთ? კაი, მე მოვნიშნოთ ეს ქვედა ფილა. მონიშნული გქონდეს და ესენი ჩავკეთ ისე. და right click-ით გადავიყვანოთ edit polish-ს. ქვედა ფილა ხო? ხო. მე ავიღოთ vertex-ები. და აი ეს კუთხის, ზედა კუთხის vertex-ები მოვიჩინოთ. ვიტრაჟებისგან რაც ხდება. და მე რომ მოვნიშნავთ, ესე წამოვიღოთ და ფარდებს გამოვაცილოთ. ეს. გამოვაცილეთ? ხო. იგივე გავაკეთოთ. აი ამ მხარეს. არ ფარდას უნდა გამოცდეს. ზედა მხარეს. რა მეკითხეთ თუ გაინტერესებთ და მე გეტყვით. ხო, ზედა მხარე რომ მოვნიშნეთ, ხო, აქ იყო და წამოვიღეთ ქვემოთ და ფარდებს გამოვაცილეთ. ეს ანუ წამოვიღეთ. რა? edit-ები შეიძლება. მანამდე ანუ მანამდე რა გავაკეთე და ეს ფილა ხო მოვნიშნე ჭერის. მოვნიშნე ჭერის ფილა. ხო, მე იზოლირება გავაკეთეთ. და მე გვერდხეთში გადადი და ანუ ესე დააკოპირე ზემოთ. shift-ით არის დაკოპირება. და ანუ y ხერხზე უნდა წაიღო რა. ეს. ხო, მე ქვედა ის მონიშნე ისევ და გადაიყვანეთ editable polish-ში. მარჯვენა კლიკი, convert to edit polish. მე ზედხეთში ადით და მონიშნეთ vertex-ები და მე უკვე უნდა გამოვწიოთ წერამას წვაკეთებ. ანუ აქ რო არის, ფარდას უნდა გამოვაცილო. ანუ ამ ყველა მხარეს მოვაცილოთ ფარდას ცოტათი.
რო გავაკეთებთ მითხარი და გავაგრძელებთ. ნუ ფარდები თუ არ გაქვს, აი ფარდები არავის რა გვაქვს? არა, აი მეორე ჯგუფში დავაგებთ. აი, ფარდები თუ არავის არ გვაქვს, შევდივართ Zero project-ზე. ეს საიტი ხო ვიცით? კი. და 3D model decoration-ში არის curtain. და გვირჩევთ ისეთ ფარდას, რომელსაც ეს თეთრი ფარდაც აქვს და სქერიც. აი, დავუშვათ ეს. და გადმოწერეთ ეს. ანუ პირველივე გვერდზე არის მესამე რიგში. გადმოწერეთ. ანუ შეგიძლიათ რომელიც მოგწონთ ეგ გადმოწეროთ. უბრალოდ აი ეს თხელი ფარდაც უნდა გქონდეს გამჭვირვალე და ეს სქელიც. მაგალითად რა შეგიძლიათ ეს გადმოწეროთ. ანუ დღეში 3 მინუტი ის დაუკოპირებად შეგო. კაი, ამ ფარდას რო გადმოწერთ, იგივე პრინციპით შეგვაქვს სცენაში. ანუ კორონას ვერსია უნდა შეიტანოთ ვირეი, არ გვინდა მოკლედ. ეს კორონას ვერსია შეგვაქვს აქ. მერჯით ისევ. ანუ რაღაცა რო შეგაქვთ და აი ამას თუ ვიგდებთ, აქ უნდა მონიშნოთ apply to all duplicates და author name merged materials უნდა დააჭეროთ. და ახლა სადაც გინდა ამას დაგვრჩით. აი ესეთი ფარდა უნდა გადმოწეროთ მოკლედ. შემოიტანეთ? ესეც გამე. შემოიტანეთ? ანუ რა შემოიტანთ მითხარით რომ გავაგრძელოთ.
მე რა შემოვიტანეთ, ანუ ეს მოდელი შემოიტანეთ თუ სხვა რამე. ნუ მოკლედ აზრი არ აქვს. ვინც ეს მოდელი შემოიტანა, ანუ ეს ხო ხა ერთი ობიექტია. მონიშნეთ ეს ელემენტი აირჩიეთ და აი ნებისმიერ ანამაზე დაკლიკეთ და detach გავუკეთეთ. რომ ანუ დავაცალკეო რა, ეს ცალკე ობიექტი იყოს, ის ცალკე. ხო მე ხა ამას ეს ღერძი რო გავუსწორო, ეს არის აქედან. ანუ ხშირად უნდა გამოიყენოთ ხოლმე ეს და დაიმახსოვრეთ, ანუ მესამეში არის. უნდა გადავიდე მესამეში. პირველი, მეორე, მესამე. მე უნდა დავაკლიკო effect pivots პირველივეს და მე უნდა დავაკლიკო center to objects და შუაში გადმოვიტანთ ამ ღერძს. და მე ისევ პირველზე რო გადახვალთ, ანუ უკვე შუაშია რა. ხო, იგივე გააკეთეთ ამ პატარაზეც. ან hierarchy-ში უნდა გადახვიდეთ პირველი და მე ისევ პირველი. ხო, მე ეს პატარა ფარდა რომელიც არის აი ეს Z ხედიდან ან ყველაფერი ჯობია ჯერ Z ხედიდან დასვათ და მე გავასწოროთ სხვა ხედებში. მე ეს წაიღეთ აქ. და აი აქ დასვით პანჯრის წინ. ეს ამას გავაქრობ რა. დაინახოთ. აი აქ. და ანუ scale-ით ეს ზომა გაასწორეთ. და მე ეს დააკოპირეთ ზედა მხარესაც. და აი ზომა რო კარგად დაინახოთ, ეს ფარდა მონიშნეთ იატაკი და ჭერი მონიშნეთ. და შეგიძლიათ აი გვერდხედიდან ზუსტად დასვათ რა უფრო კარგად. და ნახეთ რომ იატაკში არ ჩადიოდეს თქვენი ფარდა, აი ოდნავ ზემოთვეებს. ელემენტიდან რას დავაჭერეთ რომ ვსქედით? detach. ეხლა იქ გამიშნეთ. და ეხლა მიშნით. ხო, კიდე ერთი რამე რაც უნდა გავაკეთოთ რა, ეს ხო ავწიეთ ეხლა ჩვენ ეს ფილა ერთით ხო ავწიეთ. ეხლა ორივე მონიშნეთ და აი ეს ისევ დააბრუნეთ Y ღერძზე თავის ადგილას. ეს ანუ ეს უნდა ჩამოდიოდეს ქვემოთ. მეორე ფილა. და ეს ტელევიზორის კედელიც ჩამოწიეთ აქ. იქიდან ხო, მე აქ უნდა დადოთ ფარდები, რომელიც სქელი არის და აი ამის გასწვრივ რა. აქ ხო ვიტრაჟი არის. ისინი მოიქნება. მაგის გასწვრივ, რომელიც თეთრი არის. და ეს განათება დამატებული გაქვთ გარეთ? თუ არა? კი ხო?
გავაგრძელო? კაი, ახლა გავაკეთოთ, აი აქ განათება რო აქვს, ეგენი ჩავსვათ. და როგორ ვქნათ ეგ, ანუ Z-ში გადავიდეთ. მერე ავიღოთ lights და გადავიდეთ კორონაში. და ავირჩიოთ ეს კორონა light. და გავირჩიოთ rectangle. მაშინ სხვა light უნდა აიღო, და რომელიც ესე იფასება რა. ესეთ light. ხო, უნდა ავიღოთ ეს rectangle და ანუ აი აქიდან ეს ჭერის ფილა ხო შევწიეთ და აი აქიდან წავიღოთ და ესე დავხაზოთ. ანუ აი ესეთი რო იყოს რა თხელი. განათებაში ხო? ხო, განათებაში rectangle და Z-ში დავხაზოთ. და აი აქ ჩავსვათ მოკლედ. აი კარგად რო ნახოთ, რომ შეგიძლიათ იზოლირება გავუკეთოთ ჭერს და ამ განათებას და ესე დასვათ. მერე shift-ით დააკოპირეთ ერთ მხარეს და აქაც ჩასვათ. და აქ ხო, აი ესე დასვით მოკლედ ამ ჭერის გარშემო განათებები. მერე ეს სამივე განათება ახლა მოვნიშნეთ. არა, lights ირჩევ. აი აქ კორონას ირჩევ. და კორონა light-ში ხო გადახვედი. მერე გადადი, აი ჩამოსწორი და კორონა ირჩე. და მერე კორონა light. და აქ უნდა ირჩიო rectangle. და ესე ხაზავრა Z-ში. და აი ეს ზედა ანუ ჭერის ფილა ქვემოთ რომელიც მოექცა რა, რომელიც შემოვწიეთ, მაგას იზოლირება გავუკეთე და აი ესე გარშემო დავუხაზეთ ესეთი განათება. რა? ხო. გარედან რო იყოს. და ანუ სიმაღლე რო დაარეგულიროთ, გვერდხეთში გადადით. ეს განათებები დაგრუპეთ. და აი აწიეთ სადღაც აი აქ, თან რო არ ჩანდეს ისე. აი ესე მოკლედ. ანუ ეს ხო გახსოვთ აქ სეტინგები რო აქვს. ესენი თუ გათიშული მაქვს, არ ჩანს ეს განათება და ამ შემთხვევაში ანუ ყველაფერი ჩავუხდით. იმიტომ რომ თან რო ჩანდეს. ანუ განათების setting-ში რო გადახვალთ მარჯვნივ, აი აქ არის ეს პარამეტრები, რომელიც ყველა უნდა ჩართოთ. აქ lights რომ მოვნიშნავ, ახლა მარტო light-ებს ვნიშნავ და სხვა არაფერს. აქედან. მაგრამ ამას თუ იხმართ, მერე ისევ გადაიყვანეთ ოლზე. ხო, მოკლედ დავუსვით ხო ლაინებს, ეს განათებები, ლაითები. მერე გადავიდეთ render setting-ებში. გავხსენით? და აქ არის render elements. და ამ render element-ში, ანუ light mix-ი რო გავიარეთ წინაზე. იგივენაირად ანუ edit, ეს add და light select-ი დაამატეთ.
ანუ არ არის აიკონი თუ რატო შეიძლება? აი render elements რა აქვს გვერდზე? რაღაც უცნაურად აქვს. ისინი წაში არაჯერ ისინი წაში და საფრთხის ზონაში გავკეთე თავი მარტო იმას ვიფენს იზოლაცია ქვიდან წელსაკია. ხო დაგრუპე. რატო არ მომხდა? კაი, გავაგრძელოთ, რომ ეს ლაითები დავსვით, მე გადავიდეთ render setup-ში, ის გადავდივართ და მე გადავიდეთ render element-ში. მე აქედან დავამატოთ add და ვირჩიოთ light select. მე ამ light select-ს დავარქვათ LED და ეს ჩვენი სამი დამატებული ახალი light-ი, აი აქ პლუსით გადმოვიტანოთ აქ. მე გადავიდეთ კამერა view-ში და დავუშვათ render-ზე და ანუ ნახოთ თუ მუშაობს რა ეს ჩვენი დამატებული light-ები. რა? Light select-ის მე როგორ დავამატეთ? Light select-ი ხო დავამატეთ? დიახ. edit. დიახ. მე ეს light select-ი ანუ რაღაც სახელით დავარქვით, LED-ი დავუშვათ, LED-ს უნდა იქ. და მე ეს სამივე light-ი უნდა ქონდეს მონიშნული. ანუ ეს უნდა მონიშნოს სამივე light-ი, სამივე ხო მონიშნული გაქვს. და აი ეს ხო მონიშნული გაქვს, სადაც კიდე რომ დაამატო ახალ light select-ში და აქ პლუს დააჭირეთ. და ჩავარდება. ჩავარდა? არა? ის კაცი როგორ მონიშნე? ხო, გადადით ახლა ეს სცენაში და render-ზე გავუშვით, რა ვნახოთ როგორც ეს. ხო, აი ეს არის, ანუ ჩვენთან მუშაობს რა, აი აქ ეს ხედავთ? აი ესე ანუ ხო და აქედან ახლა შემიძლია რომ ამას ფერით შევცვალო რა, აი აქ პატარა თეთრი კუბიკი რო არის, შემიძლია ეს გადავწიო ოდნავ ყვითლისკენ, რომ უფრო თბილი განათება მივიღო, უფრო 3500-იან. და ესე უნდა ანათებდეს მოკლედ ზემოდან. ხო, ჩვენთან
პრობლემებია. კაი, ამის მოდი ახლა დავამატოთ აი ეს რელსები. ანუ ეს რელსები რო დავამატოთ მაგისთვის, ანუ უნდა ამოვჭრათ ამ ჭერში ესეთი ოთხკუთხედები, რომ ეს შეჯდეს რა, ქვემოდან რო არ იყოს მიმჯდარი. მაგისთვის გავუკეთოთ ახლა ანუ ჯერ ავიღოთ ბოქსი. ჩავლებრივი. ხო, და აი აქედან აქამდე დავხაზოთ პატარა ბოქსი ესეთი. ეს დავხაზეთ? ანუ რელსებს ვაგებ და ბოქსი დავხაზე მაგისთვის. მარტო ბოქსი. ხო, ჯერჯერობით ბოქსი. აი ესეთი წვრილი ბოქსი რა. ანუ თითქმის მთელ ოთახზე გადის რა, ოდნავ ადგილები დატოვეთ. დავხაზეთ? დიახ. კაი, მერე ანუ ბოქსი რომ მონიშნული გვაქვს ისე, ზედა ჭერის ფილაც მოვნიშნოთ და გავუკეთოთ იზოლირება. ანუ ფილა მაქვს ახლა მონიშნული და ბოქსი მაქვს მონიშნული. შემდეგ ეს ბოქსი ესე დავავიწრავოთ, რომ ანუ რელს ანუ ესეთ ტიპს დაემსგავსოს რა. ესე დავავიწრავოთ. შემდეგ ეს ავაკოპიროთ ერთხელ ზემოთ, იმიტომ რომ დაგჭირდება ამოსაჭრელი. და ეს ცოტა გრძელი უნდა იყოს. ანუ ერთი ბოქსი მაქვს ხა ზემოთ, ოდნავ გრძელი და ეს რელსი მაქვს ქვემოთ. გავაკეთეთ? ხო, მე ეს რო ხა რელს დაემსგავსოს, გადავიყვანოთ edit polish-ი ეს ქვედა ბოქსი. რომელიც არის? ხო, მე ავირჩიოთ პოლიგონი და ეს ქვედა პოლიგონი მოვუნიშნოთ. და შემდეგ დავაწვეთ insets. და inseti გვინდა ახლა აი ოდნავ რომ შეიწიოს. ეს გავიგეთ? insert. და აი რაღაც დაახლოებით ამ დონეზე შეწიეთ. და აი ამ ფილაქს დააწყეთ. ოკეი. მე მონიშნული რო არის ისე დააწეკით extrude. და აი ეს ჩვენი ახალი პოლიგონი რომელიც დავამატეთ, უკან შეწიეთ ცოტათი. ანუ მინუსებში უნდა წახვიდეთ. რომელი მხარე? ანუ insert ხო გავუკეთეთ ამას. მე გავუკეთეთ extrude, ოღონდ უკან შეწიეთ. რო ზემოთ აიწიოს. ესე რა, აი ესე. და მე ოკეი. და ანუ აი ესეთ ფორმა უნდა მიიღოს. გავიგეთ? და ამას გამოვიყენებთ ახლა რომ რელსი ავაწყოთ. ბიჭებო, თქვენ ააკეთებთ იქით ეს რელსი გააკეთეთ? ოკეი. აი მე ამ რელს მივცეთ ესეთი შავი მატერიალი, რომელიც გვაქვს აქ სცენაში.
და ეხლა ამ რელს უნდა დავუყენოთ განათებები. აი ესეთი ანუ წვრილი ბურთები უნდა დავუყენოთ. მაგისტრის გადავიდეთ ისევ განათებებში. თქვენ რა შვებით? აი, ნუ რელსზე ვარ გაჩერებული. მე ისევ განათებებში გადავიდეთ კორონაში და კორონა ლაითი ავიღოთ ისევ, ოღონდ ეხლა შევცვალოთ და ავიღოთ დისკი. აქ უნდა ვნახოთ დისკ. დისკი არის რექტანგლის ქვემოთ. კორონა ლაითში. და აი ეს ხო შევწიეთ შიგნით და აი ამის შუაში ესე დავსვათ ეს დისკი. ეს და შევამოწმოთ, რომ აი აქ ყველაფერი ჩართული არის, რომ ჩანდეს ეს. მე ამ დისკს რო დავსვამთ, ესეთი დისკი უნდა იყოს. სეგმენტები თუ ცოტა აქვს და ესეთია ოთხკუთხა, გაუზარდეთ, რომ მრგვალი იყოს. რაღაც 40-ზე. და შემდეგ ხო, მე shift-ით ზემოთ გადააკოპირეთ ეს. სადღაც 5-ჯერ გადააკოპირეთ, რომ სულ 6 იყოს. ან გადააკოპირეთ 6-ჯერ, რომ 7 იყოს. მე ხო გადავაკოპირეთ. მე ეს ყველა ლაითი მოვნიშნოთ, ანუ ეს ჩვენი ახალი დაკოპირებული ლაითები და დავუგრუპოთ. და ეხლა ესეც გადავაკოპიროთ ზემოთ. ისე რომ აი თანაბრად განაწილდეს. ანუ აი ესე გადავაკოპირე მე 1 2 3 4 5 დაგრუპული ლაითი გამომივიდა მოკლედ. შეგიძლიათ იყოს 4 ან 6 რა დიდი აზრი არ აქვს. და მე ამის სიმაღლე რო დავსვა, გვერდხეთში უნდა გადავიდე და ზემოთ ავიტანო და აი ზედაპირს მივასვა. ანუ აი გამოვა რომ აი აქ უნდა იყოს. ანუ ეს არის ქვედა ზედაპირი რელსის და ეს არის შეწეული რაც არის და შეწეულის ბოლოში უნდა იჯდეს. სიმაღლეები უნდა გავასწოროთ რაღაცეების გვერდხედიდან სულ. ანუ ხედავთ ეხლა რომ აი აქ მიჩანს რა ეს ჩემი განათებები. ანუ ესე უნდა გიჩანს. გავაკეთეთ? განათებებიც ჩასვით? კაი, მაგის მერე ეხა ეს განათებებიან რელსიანად დაგრუპეთ. ხო, ანუ ეს რა დავუყურე. ეს ზედა ის არ დაგეგრუპოთ, ხო? ანუ ეხა რელსი თავის განათებიანად, ანუ ერთი კლიკით უნდა ინიშნებოდეს თქვენთან. ინიშნება დაგრუპის მერე. ხო, მერე გადავიდეთ ზედხეთში.
ანუ ესეც ხო გვაქვს ზემოთ. ესე ავწევთ. აი ეს ზედა ისიც ხო გაქვთ, ხო არ წაგიშლიათ. რაზეც უნდა ამოვჭრათ, რითიც. თუ ეს ბოქსი წაგეშალათ, მაშინ უნდა დახაზოთ ისევ თავიდან ბოქსი. და აი ოდნავ რო გაცდეს ამ რელს რა, აი ან ზუსტად რო დააჭდეს. ეს გვერდი. იმეური გვერდი. ეს ფრონტი. აი ესეთი ბოქსი უნდა ააგოთ მოკლედ. გაბარიტებით რო იყოს რელსის გაბარიტები ოღონდ სიმაღლეში უნდა იყოს მაღალი. ბოქსი. გავიგეთ ხო? გავაკეთეთ? Так, შენ. კაი, მე ეს ბოქსიც და რელსიც მოვნიშნოთ ხა, ორივე ერთად. გადავიდეთ ზეთხეთში, ისე რომ არ გამგვენიშნოს. და ეს იზოლირება გავუთიშოთ, რომ გამოჩნდეს ყველაფერი. და შემდეგ shift-ით დავაკოპიროთ ჯერ arc, ესე. მერე წამოვიღოთ კიდე ესე. აქაც ორი დავსვათ. მერე კიდე წამოვიღოთ ერთხელ. ხო, აქ ერთი გაქვს. და ბოლოშიც აქაც ერთი გაქვს. ანუ თან ესე რო იყოს, მოკლედ რელსები დაახლოებით. ჯერ ორი რელსი ტელევიზორთან, მერე ამ კედელთან ერთი, ამის იქითაც ერთი და აი ამ კედელთანაც ერთი. ხო, ამის მერე ანუ გვერდხედიდან მოვნიშნოთ ეს ჩვენი ყველა რელსი. ანუ ესენი, რაც დავამატეთ თავისი ბოქსებით. მოვნიშნოთ და მოვნიშნოთ ქვედა ფილა ჭერის. და იზოლირება გავუკეთოთ. შემდეგ გავიღოთ ეს ზედა ბოქსები, ამსაჭრელი, გვერდხედში გადავიდეთ. და აი დაახლოებით ესე ჩავსვათ, რომ აქ ამოუჭრა რა ეს ადგილი. აი ესე რომ კვეთდეს. ხო, ამის მერე ხა ეს უნდა ამოჭრა ესენი. და ამოჭრა ვიცით რომ ხდება compound object-ი და boolean. მერე უნდა ავირჩიოს subtract და add operands. და რიგრიგობით ამებს ამოჭრა. და ამას მერე ისევ გადავაკეთებ edit polish-ი ამ ფილას. ხო და ანუ გამოგვიჩნდა ესეთი ჭრები, ხო, სადაც უნდა ჩავსვა ეს რელსები რა მოკლედ და ხო,
სფოთები როცა გაქვთ, იგივენაირად აკეთებთ, ოღონდ ცილინდრებს გავიგეთ, ხო? ანუ რაღაც განათება რო გინდათ ამოჭრათ, მოკლედ ან ესე ჭრით რა ამ მეთოდით ჭერს. მე ავიღოთ ეს ჩვენი რელსები ყველა, ესე. და უკვე შეგვიძლია ესენი დავგრუპოთ. და გვერდხედიდან ამ ჩვენ ამოჭრილებში ესე ჩავსვათ. რომ ქვედაპირი გაუსწორდეს ან ოდნავ რომ ჩამოცელილი იყოს რა, ბევრით არა. და ხო, ესე ჩავსვით მოკლედ რელსები იმაში. შენ მე ისევ გადავიდეთ render setting-ებში და edit კიდე დავამატოთ ეს light select 1 დავამატეთ და ამას დავარქვით rails-ის განათება ან რამე. და ეს ყველა რომ მონიშნული მაქვს ისევ პლუს დავაწვევი და აქ ჩამეტყვის ამ ყველა განათებას. და ახლა თუ დავარენდერებ, ნახავ რომ ეს ჩემი რელსებიც გამინათებს. ანუ light select-ით რო რაღაცებს ვამატებთ light mix-ში, ესე რიგრიგობით ემატება, ხედავთ ხო? ახლა ამას რო გავთიშავ რა. ამ რელს. ახაც ჩაქრება ეს. იქ წინა ლექსზე light mix-ი რო დავამატეთ. ხო. ის უბრალოდ დაიმატა ზემოთ ხო? light mix-ი როგორ დავამატეთ? არა, კი ის როგორ დავამატეთ, მაგრამ მე ვისთვის ეს ყველაფერი რო ჩავავდეთ ხო? light mix-ი, ხო, ბავშვებო, light mix გეტყვით ვისთვის არის რა. ეხლა light mix-ი რო არ მქონდეს მე ანუ ეს რაღაცები საერთოდ არ იქნებოდა რა, იქნებოდა მარტო ეს. ანუ მარტო ეს თუ მაქვს და რაღაცა იქ დავუშვათ განათების შეცვლა მინდა. უნდა წავიდე აქ, ავიღო ეს განათება, რომელიც მინდა რომ შევცვალო. ან სიძლიერის შეცვლა თუ მინდა აქედან ვжди, დავუშვათ. ფერის შეცვლა თუ მინდა აქედან ვაკეთებ. და ანუ ესე თითო-თითოდ უნდა გავაკეთო რა ეს და თუ light mix-ი მაქვს შემოტანილი და ესე light select-ები მაქვს. აი აქ ავირჩევ light mix და ეს განათებები ხო დახარისხებული მაქვს რა. გარემოს განათება, მზე და ესენი. და ანუ უკვე შემიძლია რომ მე აი აქედან ვაკონტროლო ყველაფერი, ან აუწიო ამას, უწევ, ან რავი ჩაუწიო, ან ფერი შეუცვალო. და რავი, მინდა ლურჯს დავხდი რა ამ განათებას. აი იქ რო არ ვიჩავიჩო რა, რიგრიგობით მანუალად შემიძლია ესე დახარისხებულად ყველაფერი აქედან შევცვალო. ან შემიძლია დღის რენდერი თუ მაქვს, ღამის რენდერად გადავაქციო რა, აქედან light mix-ით. ხვდებით ხო ისთვის არის? ანუ მოსახერხებელი არის და უფრო მარტივია რა და დროსაც ზოგავს. ხო. ეს რელსებიც დავამატეთ. ხო, ის გამიწის და იმიტომ რომ იქიდან შევცვალებ. კაი, კიდე სახლში შეგიძლიათ რომ ის გადმოწეროთ დღეს რაც გადმოგაწერინოთ WeTransfer-ით. გახსნით მეილ სახლში. ხო, მოკლედ სახლში არის, სახლში კი არა, Mac folder-ში არის რა სხვადასხვა ობიექტები, რაც შეგიძლიათ აქ გამოიყენოთ. და ანუ Mac მეთოდით შეგიძლიათ ანუ ეს მხარე მთლიანად დააწყოთ რა, ანუ ხალიჩაც რო იყოს, მაგიდაც რო იყოს, ეს კამებიც, რავი, აქ რაღაც აქსესუარებიც, ტელევიზორი და ეს განათებებიც რო დამატებული იყოს, როგორც დღეს დავამატეთ. გოლა განათებას რო ხაზები, ეგეთ ბოქსის უნდა გავაკეთოთ? ამას? ხო. ესენი თოკები? ეგეთი რა ბოქსი? ეგეთ უნდა გავაკეთოთ? არა, ეგ ცილინდრი. არა, ის ზოლები. ეს. ხო, უჭერთ. ეს ხო? ერთი.
ხო, ანუ ეგ არის პროსტა ცილინდრია და ცილინდრია. ხო, გაწერილია და ანუ აქ და აქ უფრო მსხვილი ცილინდრების ის რა. ხო და ესეთი განათება შეგიძლიათ გადმოწეროთ მაგ საიტი რაც გითხარით. ხო და მოდი ეს განათებაც დავამატოთ რა, ეხლა აკროზის ტელევიზორის თაროს ქვემოთ. მაგისთვის შემიძლია რომ ახალი აღარ შევქმნა უკვე. დავუშვათ აი ეს ავიღო ეს განათება. და ავიღო აი ეს და იზოლირება გავუკეთე. მე ამას ესე დავაკოპირებ უკან. ზომას გავასწორებ. და ამ რაღაცას ქვემოდან უნდა ამოვიღოთ ეს. ეს და მე ისე უნდა დავამატოთ light select-ი. დავარქვათ TV LED დავუშვათ და პლუსით ჩავამატოთ. და აი აქ დაემატა ეგ განათებაც. შემიძლია ეს ფერი უკვე წამოვიღო და აი აქ ჩავაგდო, რომ ფერით შევუცვალო, ანუ თბილი განათება რო იყოს რა. ხო. ხო, მოკლედ ესე. სახლში გააკეთეთ ახლა. ეს კამერა ხო გიყენიათ უკვე? ანუ ეს რაღაცები შემოიტანეთ, მატერიალებიც დაადეთ რა, ხის მატერიალი, ამ თაროსაც ხის მატერიალი და აი ეს კამერაც დაამატეთ, მეორე კამერა არის ეს. ხო. აი ეს არის კედლის პანელები რა. ეს გაკეთებული გვაქვს თუ არა? ხო. გაკეთებული თუ გვაქვს, უბრალოდ აი ხის ტექსტურას ხო შემოიტანთ რამეს და მაგიდასაც და ტელევიზორის ქვედა თაროს და ამას დაადეთ ერთი და იგივე ხის ტექსტურა. და დაახლოებით ესე რომ გამოიყურებოდეს. ხო, კიდე ერთი რაღაც რაც უნდა გავაკეთოთ, ხა არის. აი აქ ხო გვაქვს ეს დამხმარე განათება. დავუშვათ ეს. ეს ავირჩიოთ ხა. და shift-ით დავაკოპიროთ აქეთ. კორიდორის მხარეს. შემდეგ ეს დავატრიალოთ. ანუ აი აქ დავსვი მოკლედ ეს განათება. და light select-ით დავამატოთ light select-ი ისევ. პლუსი და ამას დავარქვათ დამხმარე 0.3. კამერა შეგიძლიათ კამერაც დააკოპიროთ shift-ით. ხო და ეს განათება იმისთვის ჩავსვი, რომ იქიდანაც შუქი გამოვიდეს რა. აი დაახლოებით ეს გავხსნი. ჯერ არ ჩავიგდეთ რომ დავალება და გავაკეთოთ აქამდე მივიყვანოთ ეს ჩავაგდოთ თუ რაც გვაქვს ჩავიგდოთ. მე რა მკითხა ვერ გავ. ან წინაზე რაღაცები ხო დავამატეთ. ხო. ეგ არ გამომიგზავნია. სახში რაღაც გავაკეთე, არ გამომიგზავნია. არა, დავამატეთ ახლა ესენი და ერთად გამომიგზავნეთ. ამ ცალ-ცალკე ანუ ჩვენ რასაც სახში ვაკეთებთ, უნდა მოგიტანოთ და რაღაცა ცურებას ხო, შევიწასვით. ფინალურზე ანუ ბედით ხარ რა გექნება. ანუ სახში ხო აკეთებთ ამ ყველას. ხო, 30 ქულა დაიწერება თქვენს სახში გაკეთებულ პროექტზე რა. თან რო დაარენდერებთ, ანუ რენდერებში და სცენაში ერთად დაიწერება 30 ქულა. და მე 10 ქულა დაიწერება
ანუ აქ რომ ვხავთ კიდე დამატებით გამოცდაზე, რაც ათქულიანი იქნება. აი ამ სცენაში უნდა ავაწყოთ დაუშვათ რაღაც აი კარადის ხარი რა. ანუ აქვე რო აწყოთ. მე რაღაცას აიჩქარა ავაწყო. ხო, და მაგას დავარენდერებთ აქვე. და მაგას და გამოვა რომ მთლიანი ოთახი ავაწყოთ რა, ნახევარი სახში, ნახევარი აქ. აუ და აქ რომ ვერ ვხსნით ჩვენ ფაილებს 22 მაქსიმუმ 22 შემიძლია შევინახოთ რა 21-ია. ხო და აქ გამოვიყენოთ ეს სცენა რა, აქაც ყოვაწყობთ ამ სცენას. ხო და ეგ გამოვიყენოთ გამოცდისთვის. ანუ რენდერის ფოტოები გექნებათ და ისე შეაფასებთ იმას და გამოცდისთვის აქ აწყობები იმას გამოვიყენოთ. ანუ სახში ხო აწყობთ პროექტს. მაგაში დავწერ 30 ფულს რა. ხო და შეგიძლიათ გამოცდისთვის ეგ მოიტანოთ აქ. ან შეგიძლიათ უბრალოდ აქ ხო აწყობთ ახლა ამ სცენას. და შეგიძლია რომ ეს სცენა გამოვიყენოთ, ანუ როგორც გიჩვენია. არა უს ის აწყობილი შემოგვიყვება. აი ეს სცენა დაასეივეთ და არაფერი. დასწრებებს ჩავიწერ მაგრამ იმოდ ჩავიწერ.